დღეს დავალაპარაკებ. ხო იცი, თუ მოგინდა გაზეთში გადასვლა არ მეწყინება, მართლა. აუ, ლაზერამ კამერის ელემენტი დამრჩაო. აი, გავიაროთ ამანათში და მერე წამოვიდეთ. ხო, ჯობია. არა, ეგრევე მოხდა მე. რა მოგარია? მარიამ, სია გავს? აი, ეხლა ვაკეთებ. აუ, მალე რა საღამოს ლაივში უნდა გავიდე და ჯერ არაფერი მოგვიმზადებია. ტექნიკურად გამართულია. ბევრი კომენტარი იყო, ხმა არ ვარგაო. ხო. კი, და სხვათა შორის შენი საქმეა კომენტარების წაკითხვა. თან აქეთ თან კომენტარებში როგორ უნდა ყოფილიყავი? მაშინ თქვი თუ არ გამოგდის და სხვას გადავაპარებთ. აუ, მგონი ეს მიკროფონის კაბელი გაწყვეტილია. საღონ მიყოლას, მაგრამ მოემზადე ტექნიკურად. აი, არ გვინდა დაძაბულობა პოდკასტამდე, მე გამოვართმევ ჩემ მეკოვარს კაბელს. ვახ, რამე ხარ მოვიდა? აუ, სულ გააფრინე თქვენ, რა პატარა ბავშვები ვითიქცევით, რა გჭირთ? კაი, არ უნდა და შემთხვევით თქვა, არა უშავს. შენ ელაპარაკი ანას? ჯერ არა. ვახ, ასეთი უპასუხის მიგებულები რანაირად ხართ ყველა? ჩავდი მე გუფიჩი. სად გავარდა? ველაპარაკე ჩემ მეგობარს და კურიერს გამოვარტყე კაბელსო და დავხვდეთ რა. მე გამოვყვები. ემილის ვიმენ ჩაყევით. აშკარა დაჭრილია. მე წამო. ოჰ, შენ ბუფეტი არ გამაზო. წამო მეც გამოვყვები. აი, ჩავედით. სჭირს ემილის მოხდა რამე? არ ვიცი, მაგრამ ესე მართალი არის. ძალიან დიქტატორებით იქცევა. ეგეც არ შეიძლება მეგობრებს ელაპარაკო. მართალი ხარ? არ ვიცი, მაგრამ ნიკას კაი მატრაკვეცა. ეგეც არ იყო ტექნიკურად მზად. ესეთ მომენტებში რეჟისორმა უნდა გადმოხტოს საქმე. მარიამ კიდე მისჯობს და ფეხებზე კიდია. იგით ალექსანდრა ურიცლის ბავშვით იქცევა. კინაღამ კამერა გადააყენაო. გონი ისევ გაზეთებში უნდა დარჩენილიყავი. მართალი ხარ, მართლა გაზეთში უნდა დარჩენილიყავი. საბავშვო ბავშვი რა. კაი, წამო ჩვენს ჩავიდეთ. არ დაკვინონი ვიღაცეები.
ცოტას არის კონგონია წინასწარ ვიცით რა მოხდება. არა, ეგრე ჯობია, რეაქცია ნამდვილი იქნება. მიდი შენ და დაგეწევა. კარგი. როგორ ხარ ნიაკო? კარგად შენ? მეც კაია რა შემხდი, ისედაც მიდო ჩვენთან ლაპარაკი. გთხოვ რა, ისეთ სტრესულ სიტუაციაში ვარ და მე რო ვიჭყობოთ. არა, ჩხუბს არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა და მეთქვა რომ ჩემი მხრიდან ბავშვურის აქცელი იყო. ან ჩემთან დარჩე, ან ემილისთან ეს ნამდვილად ძალიან ბავშვური ულტიმატუმი იყო. ხო? კი, არ ვარ ბავშვები და არ შეიძლება ესე გაბრაზება. გამიხარდა მართლა. თუ გინდა ჩვენთანაც დარჩი და პოდკასტში სიყავი. აუ, რა მაგარია. არ მინდა და რომელიმესთან ნაჩხუბარი ან ნაწყენი დარჩენილიყავი. კაი, არ ენერგიულო მაგაზე და სტრესული სიტუაცია რატო გაქვთ? კაი, წამოეზოში ცოტა ვიჭორავოთ და მაინც ბავშვები ბუფეტში არიან და ბევრი მაქვს. კაი, წამო. განაცვა გვივარგა? რავი, ნორმალურია. რა შეიძლება რომ გამოვასწოროთ? სპონსორები? აუ, კაი რა. ეხლა უკვე მაბრაზე. რა გინდა? რატო ნერვიულობ ასე? კონკურენციის წნეხი. რაო? შენ ეტყვი თუ მე ვთქვა? ანას ველაპარაკე. ჯერ ხო ნიაკოს ულტიმატუმი წაუყენა, ან პოდკასტი, ან სკოლის ბლოგ-გაზეთიო და მე ისე მილაპარაკა, თითქოს New York Times-ში მუშაობდეს და ჩვენ დაბალი დონე ვიყოთ. რა? რაშიო? მაგოგოს რა ჭირს საერთოდ? New York Times-ი არის გაზეთებში როგორც ბარსელონა ფეხბურთში. გასაგებია. ხო და არ მინდა რომ შემდეგი პოდკასტი ცუდი გამოვიდეს. მაგოგოს ჯინაზე მინდა ყოველი ახალი პოდკასტი წინაზე უკეთესი რომ იყოს. იქნება 100%, უბრალოდ ეგრე ნერვიულობით უფრო ხელშეუშლი. მართალი ხარ. ვსო, აღარ მინდა. რა შევით? მარიამიც აქაა და ბოდიშით ყველას ასე უხეშეთ რომ გელაპარაკებოდით. დღეს უბრალოდ ნერვიულობდი. ეგ რა უხეშად ლაპარაკა? გინდა მართლა უხეშად გელაპარაკო? აი პოდკასტის მერე ყველას კვატიშებთ, გავიდეთ სანამ და გემრიელობ ჭამოთ. ეგრე რა. კაი ხა, ყველაფერს ნუ მოყვებით საჯაროდ. მე უფრო მაგარი ისტორიები მაქვს ალექსანდრეზე, ვისაც გინდათ მოსმენა დაბლა კომენტარებში. ანგარიშის ნომერია და ცალკე მოგაწვდით მაგ ისტორიებს. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეგ ჩემი საყვარელი ნაწილია. მოკლედ, პოსტი გვედო, სადაც ეწერა რომ მაყურებელს შეეძლოთ მოეწერათ პირადში სკოლის საიდუმლოებები. ოპა. ხო და ჩვენმა რეჟისორმა მარიამმა შეაგროვა რამდენიმე ასეთი ისტორია, ტექსტებია თუ ხო, ზოგი ტექსტია, ზოგი ფოტო. 1-2 voice-იც არის. ონთ ჩვენ წინასწარ არ ვიცით. ხო, რა თქმა უნდა, მარიამს თხოვეთ რომ სპეციალურად ჩვენთვის წინასწარ არ ეჩვენებინა, რომ უფრო ბუნებრივი რეაქციები ქონდეს და არა ნათამაშები. თორე ალექსანდრე თამაში არის სასწაული. მე რატო მომადექი? დავიწყოთ? კი. კაი, მოკლედ. პირველი ანონიმური მესიჯი. მინდა ვაღიარო გუშინ ბიოლოგიის საკონტროლოს წინ დერეფანში სკოლის ზარის კაბელი გამოვაძრე. რომ გაკვეთილი ჩაშლილიყო, მაგრამ თურმე დამლაგებლების ტვერსასრუტი გამომირთავს. ხო და ორიანი მივიღე. ბოდიში ნუნუ დეიდა. აუ, ქალბატონი ნუნუ ძალიან საყვარელია, დარწმუნებული ვარ გაპატიებს. მეგობრებო, კაბელის გამოერთებაზეც მაქვს ისტორია. მაგასაც აქ ვერ მოყვები, ამიტომაც კომენტარებში ანგარიშის ნომერია და იქ მოწერეთ. კი, ანგარიშს რო აკრიბავთ, ალექსანდრე კობალოვა დაეწერება. კაი, შემდეგი რა გვაქვს მარიამ? შემდეგი არის ფოტო. თუ არა მოიცა? voice იყოს ჯერ. ნიკა, პირველი voice გავუშვი.
ეგა. დიქტატორობით იქცევა ემილი. ხალხადეგრეს არ შეიძლება ადამიანს ელაპარაკო, თან მეგობრებს. მაგრამ ნიკაც არ იყო ტექნიკურად მზად. ეგეც კაი მეტრაფონს მომენტებში. მარიამი კიდე მეიჩობს და ფეხებზე კიდია. ალექსანდრე 2 წლის ბავშვით იქცევა და კირაღამ კამერა გადააყერავა. მართლა არა, არ გინდა არ გათიშო. მიეკო რას გეტყვება? ხელოვნური ინტელექტი იქნება, ვიღაცა გაგოხუმრა. ნიაკო. არა, ხელოვნური ინტელექტი, ჩემი ხმა. უბრალოდ სხვა კონტექსტში ვთქვი. აი, ძალიან მაინტერესებს რა კონტექსტში დამიძახე დიქტატორი. მოიცა, მართლა შენ ხარ? ოჩაღნიაკო, მაგარი მეგობარი ხარ. კარგი რა, ხო ხვდებით რომ სხვანაირად ვთქვი. რანაირად თქვი 2 წლის ბავშვით იქცევა, პირდაპირ იძახი. აუ, მომიცნეთ ორი წამი. ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი